პირველ კლასელთა ასაკი 5-ის ნაცვლად სავარაუდოდ ისევ 6 წლით განისაზღვრება. შესაბამისი რეკომენდაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიმუშავეს. განათლების სამინისტროს ინიციატივის თანახმად სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეული იქნებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. 2014-15 სასწავლო წელი კი გარდამავალი პერიოდი იქნება. 2015 წლიდან კი პირველ კლასში მხოლოდ 6 წლის ასაკის ბავშვები დაიშვებიან. მშობლები ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა ნაწილი ფიქრობს, რომ ერთწლიანი სხვაობა მნიშვნელოვნად არაფერს არ შეცვლის, რადგან მათი აზრით პედაგოგებისაგან 5 და 6 წლის მოსწავლეების აღზრდა ერთნაირ ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. თემაზე უფრო ვრცლად მომდევნო გამოშვებაში ვისაუბრებთ. მისახედი განსაკუთრებით საყურადღებო დაწყებითი მოსწავლეები ყოველთვის არის. თუმცა კიდევ ვამბობ, რომ მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა 5 წლის ბავშვები შესულიყვნენ სკოლაში. 18 წელი სკოლაში ძალიან ბევრი არის. მე ასე ვფიქრობ, მაგრამ სხვაგვარად ამტკიცებენ. ჩემის აზრით 6 წლის უნდა შეიყვანოს მშობელმა. ჩვენ თუ ადრე შევყავდა 7 წელს და ბავშვი უკვე მზად იყო იმისთვის, რომ იცოდა, რომ სკოლაში მიდიოდა, ნამდვილად შესაძლებელი იყო, რომ შესულიყო 6 წლის და ჩემი აზრით რომ ხედავ ქუჩაში პატარა ბავშვებს რომ მიდიან, აი 5 წლის ბავშვები, არა, თავის ზურჩანდას ვერ ზიდულობს ბავშვი. და ჩემთვის მაგალითად მიუღებელია 5 წლის ბავშვი სკოლაში შევიდეს.